გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო. ეს გახლავთ ვიდეო პაუზა თუ დასასრული. შემომივიდა ასეთი თხოვნები და გადავწყვეტე, რომ ამ დასათაურების ვიდეო ჩავწერო თქვენთვის. მაშასე წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, მისი გარეგნობა, რა მოგწერათ ბოლოს ან რა გითხრათ, როდესაც ნახეთ და დავწყოთ. იმისათვის, რათა დაარწმუნდეთ, რომ ეს კონკრეტული ვიდეო გეხებათ თქვენ, ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. ნახოთ თქვენ არა თქვენი აღწერილობა, ვინ ბრძანდებით და რას წარმოადგენთ, არამედ იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც ჩაიფიქრეთ, რა დამოკიდებულებაში ხართ. და ასევე ვნახოთ თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენს მიმართ რა დამოკიდებულებაშია დღეს. ესე იგი, თქვენ პირველ რიგში რაღაც დემონსტრირებას უკეთებთ თქვენს ტალანტებს, ნიჭებს, სიბრძნეს, ინტელექტს, რატომღაც არარომანტიულ დამოკიდებულებაში ხართ. თქვენგან ეცეთ როგორ ენერგიებია, რაღაც ცოტა უხეში, ცოტა სარკაზმი მოდის, რაღაც შესაძლებელია იყოს რაღაც მსუბუქი აგრესია, თუმცა თქვენ ფიქრობთ, რომ ძალიან მიძინებულია ურთიერთობა და დროა აღსდგეს ეს მიძინებული, ასე ვთქვათ, გრძნობა, დროა გაცოცხლდეს. აი დაახლოებით ასეთია თქვენი დამოკიდებულება და ვნახოთ თქვენს პარტნიორს რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ. ის თვლის, რომ თქვენ გყავთ სტაბილური პარტნიორი, ან სტაბილური პარტნიორი გყავთ ამ მომენტში გვერდით, ან თქვენ, ასე ვთქვათ, სიყვარულში ეძებთ სტაბილურობას. თუ არ იქნება ისე, როგორც თქვენ გსურთ, მაშინ თქვენგან წამოვა სიცივე, მაშინ თქვენგან წამოვა იგნორი. აი ასე დამოკიდებულებაშია. რა განასხვავებს თქვენს და მის, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას? ემოცია. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს აქვს ემოციები თქვენს მიმართ. თქვენ უფრო რაღაც მშრალი ლოგიკით უყურებთ სიტუაციას. კარგით. ვნახოთ რა ხდება ახლა თქვენ შორის, რა ენერგიებია, გარდა იმისა, რომ რა დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან, გარდა ამისა, რა ენერგიებია. ესე იგი, აქ არის რაღაც, ესე იგი, სტაბილური ურთიერთობისგან ერთ-ერთი თქვენგანი წავიდა. დიდი ალბათობით პარტნიორი გააჩნია, რა სქესის ადამიანი მადევნებთ თვალს. თუ მადელოსანი ხართ, ესე იგი მამაკაცი წავიდა რატომღაც სტაბილური ურთიერთობისგან. მას შესაძლებელია ემოციები და გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, თუმცა ამ ეტაპზე არ სურს სტაბილურობა. რატომ? იმიტომ რომ აშენებს, აქ არის თვარე, ძვირფასებო, შეხედეთ, ეს არის შიშები, ეს არის რაღაცა გაურკვევლობა, მისთვის გაურკვეველია ისეთი სიტუაცია, სადაც დომინირებს ემოციები და სტაბილური გრძნობა. ეს არის ამ მომენტში თქვენს შორის. მამაკაცებისთვის თქვენ წახვედით სტაბილური, ასე ვთქვათ, სტაბილური ემოციებისგან და მდგომარეობისგან. რატომ? იმიტომ რომ ასე გადაწყვეტეთ, თქვენთვის არის მიუღებელი, თქვენ ესე იგი შფოთავთ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა იღებს სტაბილურ სახეს. მამაკაცებზე მაქვს საუბარი. კარგით. განვაგრძოთ ძვირფასებო მათთვის, ვინც ამოიცანით თქვენი თავი, განვაგრძოთ თქვენთვის და ვისთანაც სრულიად სხვა სიტუაცია, რა თქმა უნდა, მიხვდებოდით, რომ ეს ვიდეო არ არის თქვენზე. კარგით. ნახოთ ეს ურთიერთობა როგორ გაგრძელდება მათთვის, ვინც ამოიცანით თქვენი თავი.
ეს პაუზა თუ დასასრული. ანუ დროებით ხართ ასე, რაც მე აღწერე, თუ სამუდამოდ დასრულდა თქვენი რომანტიკული ურთიერთობა. ამ მომენტში ეს არ არის ცნობილი, ასე ვთქვათ, რატომ? იმიტომ რომ ამ მომენტში მიმდინარეობს ინფორმაციის კვლევა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის მიერ, ის ცდილობს გაერკვეს, რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. ის თვითონ არის ადამიანი მესაკუთრე, ადამიანი, რომელიც აფასებს რისკს და რომელიც, ასე ვთქვათ, რისკზე ხშირად მიდის ხოლმე, თუმცა მისი რისკი ყოველთვის არის იცით როგორ რაღაც ფარული, ის ამაზე არ საუბრობს, ურთიერთობას ის, ასე ვთქვათ, არ ამზეურებს სხვებისთვის, მალავს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მისთვის, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანისთვის ეს ურთიერთობა არ არის დასრულებული. რატომ? იმიტომ რომ ის შეჩვეულია ასეთი სტილის ურთიერთობას, როდესაც ურთიერთობაში არ არის სიმყარე, როდესაც ურთიერთობაში არ არის პასუხისმგებლობა და მისგან არ ითხოვს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, გაოფიციალურებას. თუ შეიძლება ასე დავარქვათ. მისთვის არ არის დასრულებული ეს ურთიერთობა. ნახოთ თქვენთვის, თქვენ როგორ აღიქვამთ ამ ურთიერთობას, თქვენთვის ეს პაუზაა თუ დასასრული. თქვენში უდიდეს ემოციებს იწვევს ძვირფასება, აზრი არ აქვს გავაგრძო, მაგრამ მაინც ამოვიღებ კიდე არკანებს. ეს არის ორიანი თასი, უსაყვარლესი არკანი. თქვენთვის ეს არის ემოციების, ასე ვთქვათ, შემავსებელი. ეს არის ის წყარო, რომელიც თქვენ გაძლევთ ემოციას, უნაზეს გრძნობას, რაღაც სტიმულს ცხოვრებაში. არის შესაძლებელია რაღაცასთან სხვადასხვაობა, დავა, კონკურენცია თქვენ ორს შორის და არის ასევე სიშორე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში არის სიშორე, ამ მომენტში არის სიცივე ურთიერთობაში, რაღაც იგნორი, თქვენთვის მაინც არ არის ეს ურთიერთობა დასრულებული. ესე იგი, გამოდის, რომ არც ერთი თქვენგანისთვის ეს ურთიერთობა არ დასრულებულა. კარგით, ნახოთ, თუ ორივე ასე თვლით, მაშინ რატო არის ეს, რა დავარქვა ამას, არც ვიცი, რაღაც იგნორი რატო არის, მოდი ასე ვთქვათ, თქვენ შორის. იმიტომ რომ არის უკმაყოფილება, არის ეჭვიანობა, არის სინანული, არის ემოციები, ულამაზესი ემოციები და არის ის, რომ თქვენ ერთმანეთთან თავს გრძნობთ სინქრონში, ძალიან კარგად. ნახეთ, ეს არის ოთხიანი თასი. რატომ არის თქვენ შორის ამ მომენტში იგნორი? იმიტომ რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს უფრო მეტი ენერგიით. ახლა ორივე ძალებს იკრებთ, რატომღაც გაქვთ დაფიქრების მომენტი, რათა შემდეგ ახალი შემართებით უფრო ძლიერი მიზიდულობით და რაღაც სექსუალური ენერგიით განაახლოთ ურთიერთობა, რათა მეტად უფრო სტაბილური იყოს თქვენი ურთიერთობა და შეიძლება ითქვას ძალიან ხანგრძლივად იყოთ ამ ურთიერთობაში. ამ პერიოდზე ელოდებით თქვენ რისთვის, იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერები ერთად. ასეთი გამოვიდა ძვირფასებო დღევანდელი ჩვენი გაშლა და მიხვდით ალბათ და გამოიტანეთ დასკვნა, რომ ეს ურთიერთობა გრძელდება, რატომ? იმიტომ რომ ორივე თქვენგანი გახდეთ ბედნიერები ერთმანეთით. ეს შესაძლებელია იყოს ერთადთან ცხოვრება, შეწყვილება ან დაოჯახება. გისურვებთ წარმატებებს, ჩემთან ფასდაკლებები გრძელდება, გელოდებით ტარო კონსულტაციებზე.